დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები იტყვიან შესავალ სიტყვას, უკვე ცნობილია დაცვის მხარის პოზიცია. დღეს ნიკა მელიას იურისტები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ სხდომათა დარბაზში იმას, თუ როგორ მოხდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცება. თავად ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. დღეს გიორგი კონდახაშვილი კიდევ ერთხელ აუხსნის მოსამართლეს, როგორ გაიტაცეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ნიკა მელია. იურისტები განმარტავენ, რომ მელია ამ დრომდე უკანონოდ არის გატაცებული და იმის მიუხედავად, რომ იურისტები და თავად ნიკა მელიაც ბევრს საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, განმარტავენ, რომ აღნიშნული ფაქტით არანაირი საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა და მელიასთვის ამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებიც კი არ დაუსვამთ. ადვოკატები განმარტავენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხონ ის პოლიციელები და ასევე ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ნიკა მელიას გატაცებას აორგანიზებდნენ. მხარეები წარმოადგენს შესავალ სიტყვებს, თვითონ ბრალდებული აღნიშნულ პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ფაქტი, რამაც მოახდინა ფაქტობრივად პროვოცირება ნიკას მხრიდან აღნიშნულ პროცესზე მოსამართლის მიმართ აღნიშნული აქტის განხორციელებისა, დღემდე არის გამოუძიებელი. ნიკა მელია მოიხსენებათ უკანონოდ გაიტაცეს, მას წაართვეს ტელეფონი, მას მიაყენეს შეურაცხყოფა, ასევე მისი ავტომანქანებიდან მოგლიჯეს ვიდეო სათვალთვალო აპარატურა. და დღესდღეობით, როდესაც გავიდა 5 თვე, ჩვენ ვიცით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ის, რაც თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგზე. არც ერთი ფურცელი ადვოკატებს არ გადმოგცემია აღნიშნული საქმის. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდაწარმოების საქმე არც სასამართლოში მოუტანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღემდე ფაქტობრივად ნიკა არის აბსოლუტურად უკანონოდ გატაცებული სტატუსით. დღეს იქნება მხარეების შესავალი სიტყვა, ამის შემდეგ კი უკვე რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდება, გაუშვებენ თუ არა მოსამართლესთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელიას რამდენიმე წლიან პატიმრობაში.